სახლი წარმოადგენს დედას. ნუ ჩვენი სისტემით, რომელსაც მე ვიყენებ. მეათე სახლი არის დედა, მეოთხე სახლი არის მამა. და ამას აქვს კონკრეტული განმარტება, ესე ვთქვათ, ცოტა უფრო ისეთი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. იქიდან გამომდინარე, რომ დედა ასწავლის სოციალურ ღირებულებებს ბავშვს, ადამიანს, ასწავლის იმას, თუ როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოებაში, რა ღირებულებები აქვს ადამიანს, რა უნდა გამოაჩინოს შენ, როდესაც ხარ საზოგადოებაში. მამა პირიქით, ესე ვთქვათ, მეოთხე სახლის თემა არის, ასწავლის ადამიანს სიღრმისეულ ფასეულობებს, იმას, რაც ადამიანის შინაგანი ღირებულება უნდა იყოს, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ეს ყველაფერი ჩამდეს. შესაბამისად, მეოთხე და მეათე სახლი ამით განსხვავდება და ამით აბალანსებენ ერთმანეთს, იმიტომ რომ უნდა იყოს ორივე და ყოველთვის არის ორივე. ანუ რომ მეოთხე სახლი, ანუ მამის ღირებულებები, მამის, ესე ვთქვათ, მამისგან შეძენილი ღირებულებები, მამის მაგალითით მოპოვებული ღირებულებები არის ის ღირებულებები, რომლებიც ჩემი რეალური ღირებულება არის, რაზეც, ესე ვთქვათ, ჩემი არსებობა საერთოდ დგას. რის გამოც მე მქვია ადამიანი. მოკლედ რა ვთქვათ და მეათე სახლი არის ის, როგორ მე ვჩანვარ საზოგადოებაში, როგორი ღირებულებები მაქვს საზოგადოებაში, ანუ როგორც საზოგადოების წევრი, ესე ვთქვათ, რა ღირებულებებს გავიტან გარეთ. შესაბამისად, ეს ორი განსხვავდება. როდესაც ადამიანს აქვს, ესე ვთქვათ, ყავს ცუდი მშობლები, ცოტა უხეში ნათქვამია, იმიტომ რომ ცუდი მშობლებისგანაც შეიძლება სწავლა. ანუ ადამიანის მიდგომაზე ეს ყველაფერი მაინც დამოკიდებული და არა იმაზე, კარგი ყავს მშობელი თუ ცუდი, იმიტომ რომ ეს არის მარტივი გადაბრალება რეალურად, მეტი არაფერი, იმიტომ რომ ყველა ადამიანს შეუძლია განვითარება. ტყუილად არავინ არავის ცხოვრებაში არ მოდის და ტყუილად ადამიანი არ იბადება ესეთ მშობლებთან, ანუ არის ამაში ლოგიკა, რომ ესეთ ადამიანს სჭირდება ესეთი მშობლები. შესაბამისად, ადამიანს აქვს უნარი განვითარდეს და შენ შეგიძლია ეს ცუდი მაგალითი შენი მშობლების იგივენაირად გამოიყენო შენ სასიკეთოდ. ხდება ესეთი რამე, ბევრ ნარკომანს, ბევრ მკვლელს ყავს ძალიან კარგი შვილი და ბევრ ძალიან კარგ მშობელს ყავს ძალიან ცუდი შვილი. შესაბამისად, ეს ათვისება და სწავლა მშობლისგან ყველგან არის ძალიან განსხვავებული. ეს დამოკიდებული ადამიანის იმაზე, თუ როგორ უყურებს ამ კონკრეტულ თემას ადამიანი. შესაბამისად, უნდა დახედოთ ყოველთვის თქვენს მეათე სახლს, თქვენს მეოთხე სახლს, უფრო სწორად დახედვის გარეშე შეგიძლიათ უბრალოდ გადახედოთ თქვენს მშობლებს და დაფიქრდეთ, რა ისწავლეთ მშობლებისგან და შესაბამისად ეს ყველაფერი ერთად გამოიყენოთ, ესე ვთქვათ, თქვენს ცხოვრებაში წინსვლისთვის. მეათე სახლი, ანუ დედისგან, რაც ისწავლეთ, ან დედა რა მაგალითის გაჩვენათ, გამოიყენოთ წინსვლაში, სოციალურ, ესე ვთქვათ, წინსვლაში და მეოთხე სახლზე მამის მაგალითზე დგას უკვე ფუნდამენტი.